პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენი ააფეთქა. 2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენის ნაწილებს, რომელსაც ბალტიის ზღვით რუსული გაზი გადაჰქონდა, გერმანიაში საბოტაჟი მოუწყვეს. აღნიშნული მილსადენი ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. აშკარაა, რომ წყალქვეშა აფეთქებებით მასზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის გასაგები იყო, უბრალო ინციდენტთან არ ჰქონდა საქმე, ბოლო დრომდე დამნაშავის დასახელებისგან ყველა თავს იკავებდა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუ რუსული ტანკები და სამხედროები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი აღარ იარსებებს. ჩვენ მას დავასრულებთ. აქედან რამდენიმე წელიწადში გასულ სექტემბერს პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მასზე გერმანიის სასამართლომ ძებნა გამოაცხადა, რადგან დადგინდა, რომ მილსადენის აფეთქებასთან მას უშუალო კავშირი ჰქონდა. ეს ერთი შეხედვით კარგი ახალი ამბავია, თუმცა ნუიჩქარეთ, ჩემო მეგობრებო. დონალდ ტუსკმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ინტერესებში დამნაშავის გერმანიაში გაგზავნა არ შედის. ამასთანავე ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის აშენება იყო რეალური პრობლემა და არა მისი აფეთქება. დიახ, მეგობრებო, ეს სიტყვები ევროპელი პრემიერ-მინისტრის პირიდან ამოვიდა. მილსადენის აფეთქება, რომელიც მილიონობით ევროპელს ენერგიას აწვდიდა, მისი აზრით პრობლემას არ წარმოადგენს. რომც ფიქრობდეთ, რომ ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქება პრობლემა არ არის, აუცილებელია სამართლებრივ სისტემას საშუალება მისცეთ, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად იმუშაოს. პოლონეთის სასამართლო ხელისუფლებამ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება კიდევ 40 დღით გადაწყვიტა. საბოლოოდ დონალდ ტუსკმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება გადასცემს თუ არა პოლონეთი დამნაშავეს გერმანიას, სრულად სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა და დაამატა, რომ პოლონეთის მთავრობა ამ საქმეში არ ჩაერევა. თუმცა ვფიქრობ, ეს გიჟური განცხადებები ტუსკის მხრიდან უკვე ითვლება სასამართლოს საქმეებში ჩარევად. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.